ნეტავრად გიკვირთ რომ მე ვღერება მე ჩემში და მაქვს ბედნიერება ყველგან ვბოლობ მშვენიერ ფერებს ვბოლობ სიმღერის ბგერებს და ყველგან მშვენიერს ვხედავ ამიტომ სიმღერას ნეტავრად გიკვირს რომ მე მღერება მე ჩემში და მაქვს ბედნიერება ყველგან ვბოლობ მშვენიერ ფერებს ვბოლობ სიმღერის ბგერებს და ყველგან მშვენიერს ვხედავ ამიტომ სიმღერას შემოდგომის ცელდა მე არ მიგრძნია განადგივილს არავადან მიღობელაცა და მაინც ხელგულით ისთვისაც მიმიგანიკა მინდა მჯეროდეს და Christviსაც მიმიგანება მინდა მჯეროდეს კიდეც მძავს და თუ ოდესმე რწმენა გაქრება ამ სიმღერიდან არც რა დარჩება ვეღარ სადვნახავ მშვენიერ ალბათ ეს დამაბერებს ახლა ის სიმღერას გამომშვიდობისა ძალიან მიჭირს დაწყება ყველაფრის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის რომ ჩემთან ხართ ამ რამდენიმე ხნის წინათ ერთი ჩემი უფროსი კოლეგას ინტერვიუს ვკითხულობდი და ის ამბობს 45 წელიწადია სცენაზე ვდგავარ და ხუმრობა საქმე ხომ არ არისო მართლაც მაშინვე ვიფიქრე რომ რამდენია ეს 45 წელი რაღაც ძალამ უკან მომახედა ჩემი განვლილი გზა გადავთვალე და მინდა გითხრათ რომ ზუსტად ისეთივე სტაჟი აღმომაჩნდა ძალიან პატარა ვიყავი 4 წლის, როდესაც პირველად საბავშვო ბაღიდან სადღაც წამიყვანეს. აი ეს სადღაც აღმოჩნდა საოცარი მუსიკალური ჯადოსნური სამყარო. წამიყვანეს ოპერისა და ბალეტის თეატრში, თურმე. სადაც ჟღერდა პუჩინის ოპერა ჩიო-ჩიოსანი და მე პატარა ბიჭის როლი უნდა შემესრულებინა თურმე. დამახურეს პარიკი გამიკეთეს გრიმი და მას შემდეგ 11 სპექტაკლი ვითამაში. მე იყო ჩემი საყვარელი დეიდა ციცინო ცისქიშვილი 5 წლის, როდესაც ვიყავი და ძალიან მალე
გაიხსნა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი. მე ეს არასდროს მithქვამს და დღეს გავკადნიერდები და პირველად ვიტყვი იმას, რომ მე ვიყავი ყველაზე პატარა მონაწილე, ვინც პირველმა დაადგა ამ სცენაზე ფეხი. საოცრად დალოცვილი აღმოჩნდა ეს სცენა. მადლიანი, ძალიან ბევრს დაულოცა გზა და მათ შორის რა თქმა უნდა მე. და ალბათ თუ ვინმეს ეთქმის სიტყვები ჩემო კედლებო, ისე მიყვარხართ, როგორც მიყვარდით, მაშინ ალბათ ვარ ერთ-ერთი მე და არ ვიქნები ყალბი. ძალიან მინდა მოგეფეროთ დღეს, იმიტომ რომ როდესაც მეკითხებიან, რას ნიშნავს შენთვის ეს ვარსკვლავი, რას ნიშნავს და დასტურს თქვენი ძალიან დიდი სიყვარულისა. დასტურს იმ დიდი სიყვარულისა, რომელიც აი ამდენი წლის მანძილზე მე სულ თან დამსდევს და ცხოვრებას მილამაზებს. ჩემთვის სხვა უფრო მნიშვნელოვანი რამ ხდება დღეს. დღეს მე მეძლევა საშუალება ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. და ძალიან დიდი მადლობა გითხრათ აი ამ დიდი სიყვარულისთვის. მადლობა. Prima Zalavice. Simple, no prima Nino. ეს სიმღერა ერთი საუკუნის გახლავთ და მე ძალიან მიყვარს გიორგი ჩობანიშვილის ცნობილი რომანსი. რომ იცოდე ჩემი გულის დარდები გიფიცები
ვიდურობა შეგიღვარდები ცაზემზეა ქვეყანაზე შენახარ შეცდომით ძირს ჩამოსული ზენახარ შაქრის გულო ბულბულის ანახარ სიღარულო ჩემი ცერმელი ზენახარ ეკლითლუნ ჩხოლე დამიფრუნე ფარტები რომ იცოდე ჩემი გულის დარადე ეკიცები თურავა შეგიღვარდები შაქრის გულო ბულბულის ანახარ სიღარულო ჩემი ცერმელი ზენახარ ეკლითლუნ ჩხოლე დამიფრუნე რომ იცოდე ჩემი გულის დარადე ეკიცები თურავა შეგიღვარდები მე მინდა მოვიწვიო ძალიან მიჭერი მუსიკოსი ნოდარ ექვთიმიშვილი და მინდა მასთან ერთად შევასრულო ერთი სიმღერა რომელიც კიდე უფრო კარგად გეტყვით თუ რამდენი სითბოა თქვენთან მაგრამ ამჯერად ორკესტრის სრულიად სხვა ამპლუაში დამეხმარეთ თუ შეიძლება მზად ვართ შენთან რამდენი სითბოა შენთან რამდენი გულწრფელი ალექსი რამდენი სიმღერა შენთან ამიტომ გიწოდებ მე მზეს ჩემთვის ნანთებს გრადვალამზესტიაც ამიტომ გიწოდებ მე ნანთიაც ჩემი გიტარა ამზეს უმღერის ამიტომ ვარ მე მხოლოდ შენთან მხოლოდ შენთან ვისიყავ მუდამ ჩემი კი არა მოვა ამე სიზმარში მოვა ღეთაშრიალში მოვა რომ გითხრა შენთან
რამდენი სითბოა შენთან რამდენი სითბოა შენთან რამდენი სითბოა იგნაბლობა ჭუმად მითხარი ჭუმა რომ ლავდამეძე ჭუმად მიმღერე და მითხარი რომ გიყვარ ვარ მე და თუ გლავჯერა ჩემი თქვი რაც გინდაო ჭუმად მითხარი რომ გიყვარ ვარ ჭუმად მითხარი რომ გიყვარ ვარ მიალესე ჭუმა რომ სულ მახსოვდე შენი ღიმილი და ოცნებადი სიყვარულზე ჭუმად მითხარი რომ გიყვარ ვარ ვეღარ გაუძლებს გული სიხარულს მუდა ჭუმად მითხარი რომ გიყვარ ვარ ჭუმად მითხარი რომ გიყვარ ვარ ვეღარ გაუძლებს გული სიხარულს მუდა ჭუმად მითხარი რომ გიყვარ ვარ მეც ჭუმად გეტყვი რომ დიდი მადლობა. ეკაკახიანი არ დამტოვოთ. ეკაკახიანი და მაია ჯაბუა ჩემთან. ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები. მაგრამ არ დამტოვოთ, იმიტომ გთხოვეთ, რომ მე ერთი რამ მინდა ვთქვა. ამ დარბაზში დღეს სამი ულამაზესი დედის შვილების ხედან. ხათუნა საბაშვილის, ხათუნა დონდუას და ჩვენი ბოლო ძალიან დიდი ტკივილის ქეთი ფირცხალავას. მაგრამ მე მათ ტკივილთან ერთად ვერაფრით ვერ მოვიხსენიებ. იმიტომ რომ ისინი დაკავშირებული არიან ჩვენს ულამაზეს ბავშვობასთან, ჩვენს სიხარულთან, ჩვენს ბედნიერებასთან. ამიტომ მე მინდა სწორედ მოვიხსენიო ისინი. აი იმ ხალხთან ერთად ვინც იქ დარბაზში აი ხა მიხედავს ხედან. ეს არის ანსამბლი მზიური და მე მინდა მივესალმო ანსამბლ მზიურს, მათ ხელმძღვანელს გურამ ჯაიანს და ძალიან ბევრი სიყვარული გითხრათ აქედან.
დიდი მადლობა თქვენ. რო ჩვენთან ხარ. დიდი მადლობა. ეკაკახიანი მაია. დღევანდელი დღე მე ძალიან ბედნიერი ვარ და ამაყივა რომ ესეთი არაჩვეულებრივი ვარსკვლავოსანი მეგობრები მყავს. თამრიკო, შენ ბავშვობიდანვე დიდი სიყვარული დაიმსახურე შენი ხალხის და ბავშვობიდან იყავი ვარსკვლავი და ეს დღევანდელი კონცერტი რა თქმა უნდა შენი ესეთი წარმატებული კარიერის ესეთი დაგვირგვინება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. მე ძალიან მდიდარი ვარ სამეგობროთი და ჩემი ერთი უსაყვარლესი მეგობარი და კოლეგა მინდა მოვიწვიო გია ბაღაშვილი, რომლის თანხლებას რაღაც განსაკუთრებით მიყვარს, ხოლმე არა მხოლოდ თანხლება, მაგრამ ქეთი გაბისიანის სიმღერას მოგესალმები გია სცენაზე და გიმღერებთ ქეთი გაბისიანის ერთ ძალიან სასიამოვნო და საყვარელ სიმღერას. აყვავებულ ჯადრებთან პაემანზე მოვა ხეთა იქნებდა ამალონ ჩემი მარტო ყოფნა მათ ვამბობ ყველაფერს თუ ვითმწამდი გუში შენს აფეზარ სიყვარულს ვატარებდი გულში ნაბიჯ დამშორდი ნაწილ დამთმე სული აგალებინე მარდის აშარაკარე ნაბიჯ დამშორდი ნაწილ დამთმე სული აგალებინე მარდის აშარაკარე დამტოვე ღიმილით იმ ვარდის ფერდღეთა აყვავებულ ჯადაების საოცარი პეთქვა ბუჩქებს შეფარებული მაბეზარაჩიდი აბავი ღიმილი და საღამოს ფიტრი გავა ჯადრებთან დამაოდ კიცდი ნაბიჯ დამშორდი ნაწილ დამთმე სული აგალებინე მარდის აშარაკარებს ნაბიჯ დამშორდი ნაწილ დამთმე სული აგალებინე მარდის აშარაკარებს ახლავთ გავა ჯადრებთან დროს როგორ იაბაღაში მადლობა დიდი ერთი ფოტო ჩამივარდა ხელში სულ რამდენიმე ხნის წინათ და არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილება საბჭოთა სივრცეში და არა მარტო საბჭოთა სივრცეში ძალიან აღიარებული ივანე კოზლოვსკი სიმბოლურ ფირფიტას გადასცემს რუსეთში საოცრად აღიარებულ ქართველ ქალბატონ თამარ წერეთელს. ამ ქალმა მართლაც საოცრება მოახდინა და მართლაც იჩოქებდა მის წინაშე ყველა. და აი ამ ფირფიტას ესეთ შუაში ესეთ აწერია დიდი ასოებით. Когда вы поете, мы молчим. ეს ძალიან ისტორიული ფრაზაა მე მგონი და ისეთი ფრაზაა, რომელიც დღესაც არ გავს თავის ძალას. იმიტომ რომ ქალბატონ თამარს ძალიან
ღირსეული მიმდევრები გამოუჩნდნენ, მე არ ჩამოვასახელებ არავის, თქვენ ძალიან კარგად იცით, მათ კავის კალთაზეც კი გოცნიდნენ და იცით ეს ყველაფერი. მე უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს ტრადიცია რუსული რომანსისა, რომელიც ძალიან ფესვგადგმულია საქართველოში, არ მოიშალოს, იმიტომ რომ მე მჯერა წამს ვიცი, რომ საქართველოში მოდიან ძალიან ბევრი ნიჭიერია და ახალგაზრდები და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთხელ ათქმევინებენ აი ამ ფრაზას, როცა თქვენ მღერით, ჩვენ ვდუმბართ. დღეს უბრალოდ მე მინდა რომ ძალიან დიდი სიყვარული გამოვხატო ამ ჟანრის მიმართ და გიმღეროთ სამი რუსული რომანსი. ერთ-ერთი რომანსი გახლავთ საქართველოში შექმნილი კონსტანტინე პევზნერის მიერ. და დღესაც იქმნება რუსული რომანსები სხვათა შორის ახალგაზრდა კომპოზიტორების მხრიდან და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. კონსტანტინე პევზნერის რომანსი, რომლის პირველი შემსრულებელი აღმოჩნდი რატომღაც მე, მას შემდეგ რაც მან დაწერა 97 წელს. არავის უმღერია თურმე. აჩე აჩერავანია, ასე ქვია ამ რომანსს და გიმღერებთ. Ждала, как долго светлый день, а он пришел совсем нежданно, как будто отступила тень, когда явился ты, очей очарование. Я не во сне тебя встречала наяву, тебе дарю свое признание. По имени и отчеству зову тебя, очей очарование. Один лишь день судьба дала, его часами не измерить, в нем столько света и тепла, там праздник только мой, и там печаль потери. Во сне тебя встречала наяву, тебе даю свое признание. По имени и отчеству зову тебя, очей очарование. მე არ შემიძლია წარვადგინო ადამიანები, რომლებიც აქ სხედან. იმიტომ რომ საოცრად ნიჭიერი მუსიკოსების სხედან სცენაზე. ესეთი ნაკრებია თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია მათთან დგომა. სადირიჟორო პულტთან მირიან ხუხუნაიშვილი და კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო აი ამ ნიჭიერეს მუსიკოსებს. დიდი მადლობა თქვენ. შენ ჯერ არა. Осень, прозрачное утро,
Небо как будто в тумане, вдали станов перламутра, солнце холодное раннее. Где ж наша первая встреча? Тихая, острая, тайная, в тот летний памятный вечер. Милая встреча случайная. Не уходи, тебя я умоляю, слова любви 100 крат я повторю. Пусть осень у двери, я это твердо знаю, но все же не уходи теперь, говорю. Осень, прозрачное утро, небо как будто туман, вдали станова перламутра, солнце холодное раннее. Где ж наша первая встреча? Тихая, острая, тайная, в тот летний памятный вечер. Милая встреча случайная. Не уходи, тебя я умоляю, слова любви 100 крат я повторю. Пусть осень у дверей, я это твердо знаю, но все же не уходи, тебе я говорю. Наш уголок нам никогда не тесен, когда ты в нем цветет весна. Не уходи, еще не спето столько песен, еще звенит в гитаре каждая струна. Не уходи, еще не спето столько песен, еще звенит в гитаре каждая струна. Сами вальсы, 3 вальса. Помню первый студенческий бал, светло-праздничный актовый зал. Помню голос такой молодой. Первый вальс, я прошу вас со мной. Что? Да. Что? Нет, в Сокольниках. Как для кого? В театр? Иногда с подругой. Нет, ничего. Что? Да, что? Нет, мама, 2 брата, студенты. Угадайте, не секрет, не люблю комплиментов. Да не говорите такие слова, я ведь могу рассердиться. Ах, как кружится голова, как голова кружится. А вчера мы позвали друзей на серебряный наш юбилей. Тот же голос сказал мне: друг мой, первый вальс ты танцуешь со мной. Что? Да, что? Нет, спасибо одной. Хорошо, лучше всех. Ты всегда, правда, поверь,
всей душой, что, да, что. У Зины красивые руки. 35 ей? Это бред. У нее уже внуки. Как это? Как это я не права? Я и не думаю злиться. Как кружится голова. Как голова кружится. Тот, кто любит, ревнует всегда. Но я знаю, промчатся года, и в день свадьбы моей золотой он мне скажет: тряхнем стариной. Что? Что? Ну что ты? Какие года? Печень? Ах, ерунда. Мне вальс был полезен всегда. Что? Профессор, ты вовсе не стар, ты мол 70 лет. А я? Чем мы не пара? Помнишь ли юности наши слова? Им никогда не забыться. Как кружится голова. Как голова кружится. დიდი მადლობა. ნიკა ნიკვაშვილი. ადამიანი, რომელიც რომ არ ყოფილიყო, დღეს მე ასე თამამად თქვენთან სცენაზე ვერ დავდგებოდი და საერთოდ ვერ დავდგებოდი. ეს არის ადამიანი, რომელმაც თავი მოაბა ამ ყველაფერს, მაგრამ მე სხვა მინდა ვთქვა და ძალიან დიდი სიამაყით. ნიკა დღეს პარიზის კონსერვატორიის სტუდენტი გახლავთ, საკომპოზიციო განხის და თქვენ კიდევ ძალიან ბევრჯერ, ძალიან დიდი სიამაყით იტყვით ამ სახელს და გვარს. ნიკა ნიკვაშვილი, უნიჭიერესი მუსიკოსი, ძალიან დიდი მადლობა. 7 წლის წინ ეს პროექტი ჩატარდა, ბატონ რეზო ლაღიძეს მიეწვნა. უბრალოდ თავად ბატონმა რეზომ მოგვიწვნა ჩვენ თავისი მელოდიები, თავის მუსიკა. მაგრამ აქ იყო ასეთი რამ, რომ ახალი ვერსიები შეიქმნა მის, ასე ვთქვათ, გაფანტულ მელოდიებზე. და ეს მელოდიაც სიმღეროდ ჟღერდა. მე მივედი ნიკო გომელაურთან და ნიკომ დაწერა ამ ულამაზესი მელოდიისთვის ლექსი და სამწუხაროდ ეს ლექსი ბოლო აღმოჩნდა ნიკოსთვის. ეს არის სიმღერა ჩემი ხარ. ცოცხლად მოსული ზმანება ჩემი ხარ, ჩემი ოცნების გზა, ჩემი ხარ, ასე ჩუმიდან თავნება, ყოველ წამს მე შენი ხელებით ბედი მეფერება, თვალები მფარნავენ, დარდი ვერ მერევა, ნათელს ვეფერები დღეს, ჩემი ხარ, ჩემი საოცრება.
არსებობს ამ ქვეყნად შენს გარა და შავ თეთრი ფერები წარსულს გადაბარა და წავიდა გაფრინდა სევდა და წრემლები ნათელს ვეფერებინეს ჩემი საოცრება მუდამ ნანატრიმა იქრი ოცნება როგორი ჩემი თემურ ყვითელაშვილი. მეგობრებო, დიდი მადლობა, მესი მადლობა. რა ხდება და რატომ ხდება? ჩემს სიზმრებში ვიღაც ჩნდება. გული ჩემი სადღაც ურცხვადამიას მიყვარხარ რომ მეგობანება რა ვქნა ხუმარ ავიწყდება რომ მე შენი სიყვარული მქვია ნეტა მართლა ყვარებოდი მერცხალს დავედარებოდი გერზე აგეფარებოდი ვერსად და მე მალებოდი ვეღარც და მე გარაგებოდი მე ხომ შენი სიყვარული მქვია ვიცი ხშირად გაგონდება ჩემი სევდა და ოცნება ბუმბული ვითომიანდენია ალბათ შობს შენს მაგიდაზე ჩემი სიყვარული ცავსე გაუხსნელი ბარათები ყრია მე და მართლა ყვარებოდი მერცხალს დავედარებოდი გერზე აგეფარებოდი ვერსად და მე მალებოდი ვეღარც და მე კარგებოდი მე ხომ შენი სიყვარული მქვია მე და მართლა ყვარებოდი მერცხალს დავედარებოდი გერზე აგეფარებოდი ვერსად და მე მალებოდი ვეღარც და მე კარგებოდი მე ხომ შენი სიყვარული მქვია მე და მართლა ყვარებოდი მადლობა.
corazón, diciéndome así con su dulce canción. Amapola, lindísima amapola, será siempre mi alma tuya sola. Yo te quiero, amada niña mía, igual que ama la flor la luz del día. Amapola, lindísima amapola, No seas tan ingrata y ¿cómo puedes tú vivir tan sola? De amor en los cerros de tu reja, de amor escuché la triste queja, de amor lejos de mi corazón, diciéndome así con su dulce canción. amapola, lindísima amapola, Será siempre mi alma tua sola. Yo te quiero, amada niña mía, igual que ama la flor la luz del día. amapola, lindísima amapola, non sias tan ingrata y ¿cómo puedes tú vivir tan sola? Lindísima amapola, non sias tan ingrata y ¿cómo puedes tú vivir tan sola? დიდი მადლობა აჩიკო გოგიტიძე, მერაბ საფყურაშვილი, გია დავითიანი ქუჩის მუსიკოსები, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან
მდიდარი ქალი ვარ, მეთქი გითხარით წეგან და კიდევ ვადასტურებ. სოფიკო და თინიკო. და გიმღერებ სიმღერას, რომელიც თავის დროზე ისე ბატონმა კონსტანტინე პერსინერმა დაწერა. და მღეროდა ქალბატონ ლილი გეგელია და ჩვენ მიმღერეთ სამხმაში და ძალიან მიხარია ეს რომ დღეს უკვე ძალიან ბევრმა შეიყვარა ეს სიმღერა ასეთი ფორმით და ასეთი სახით სამხმაში გაზაფხულის ბრალიას გიმღერებთ. სახლის კარავი გულში რომ ჩამვეოდი ჩუმად მოგიბავდი დღეს კი შენთვის ძვირფასო უკვე აღარ ძალია ნუ გამკიცხავ რა ვუყო გაზაფხულის ბრალია ნუ გამკიცხავ რა ვუყო გაზაფხულის ბრალია შენგონია ვთხოვდი არაოფიცა საფიცა შენზე ფიქში რამდენი ვლელი ღამე დამიწვა შენ მიყვარდი მხოლოდ შენ სიცოცხლეზე ძალია ეს ვამიყავს რა ვუყო გაზაფხულის ბრალია ეს ვამიყავს რა ვუყო გაზაფხულის ბრალია ახლა მინდა შეხედოთ მონიტორზე ერთ პროდუქტს. ეს გახლავთ 18 წლის წინანდელი პირველი ჩემი სოლო კონცერტი, სადაც ჩვენ შევასრულეთ ჩემთვის ძალიან საყვარელი სიმღერა ბეთჰოვენის ზაზუნა. მას შემდეგ არ გვიმღერია ეს სიმღერა და აი ამ შემადგენლობიდან ახლა სცენაზე გამოვა მხოლოდ ყველაზე პატარა კატო ჯაფარიძე. კატო გთხოვ, მოდი. დანარჩენებმა გამოუშვეს შვილები. აი ეს ადამიანები კატოს გარდა დაბადებული არავინ არ იყო. კატო, მობრუნდი, ეს გახლავთ პატარა კატო. ეს გახლავთ ანუ სოფიკოს შვილი, ეს გახლავთ ლიზა კაბანაძე, თინიკოს შვილი და ჩემი შვილიშვილები. ელენე მახარაძე და მარიამ როინიშვილი, უმცროსი. ჩვენ ახლა გიმღერებთ ზაზუნას. ახლა Ikomeşodu mahesland avegevamanoti und ivamasu esefand avegevamanoti
ხარი დაუყარით. დიდი მადლობა ოჯახს. ახალი ვერსია უნდა მოისმინოთ ახლა არჩილ კერესელიძის განუმეორებელი მუსიკის. მუსიკა მელოდია, რომელიც ჟღერს კინოფილმში სხვისი შვილები. ძალიან თუმცა მძიმე მუსიკა იყო და რაღაც ძალიან მინდოდა მიუხედავად ამისა შექმნილი იყო რაღაცა ის სიმღერის ვერსია, სასიმღერო ვერსია. ახლა დგანან საოცრად ნიჭიერი ახალგაზრდები, ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები. და მე მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ასე ვთქვათ, ამჯერად ხელმძღვანელს სოლიკო გოგილაშვილს, რომელმაც გუნდის ვერსია შექმნა. და საერთოდ მინდა ნიკას უთხრა კიდევ ერთხელ, მე წეგან უბრალოდ ნიკა ნიკვაშვილი წარგიდგინეთ, მაგრამ ეს ყველა ვერსია ეკუთვნის ნიკას, რაც ორკესტრში ჟღერს. დღეს ფაქტობრივად პრემიერა შედგება ამ სიმღერის ძალიან ღელა. ათარებს
მადლობა და მე არ შემიძლია მადლობა არ უთხრა ამ ტექსტის ავტორს, რომელმაც ძალიან იწვალა, უბრალოდ ჩვენ ვაწვალეთ ძალიან და ქალბატონ ნინო ქოქოსაძე, უნიჭერესი პოეტიზის დარბაზში და დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს, მადლობა გუნდს და ეხლა უნდა შესრულდეს უკვდავი სიმღერა უკვდავი კომპოზიტორისა ბიძინა კვერნაძე აყვავილდა ნუში. გაზაფხულდა აყვავილდა ნუში იღიმება ლურჯ და ვალებაია ისე შემოიჭრა გულში თითქოს გულის კარი დამრჩაღია ვარდობის თვეს როგორ გავწლო მარტო ყვავილების ფიფქი წვივაციდა ყვავილების სურნელება მათრობს სიყვარული მინდა ჩქარა Дорогата загазапули сниас Сичабуке сизамари витцава Кайкне багвия Самни сурнес Дорогата загазапули сниас Сичабуке сизамари витцава Дайкне багвиян Газапхулда ყვავილდა ნუში შემოიჭრა გულში თითქოს გულის კარი დამრჩაღია ვარდობის თვეს რომწლო მარტო ყვავილების ფიფქი წვივაციდა ყვავილების
სიმღერა, რომელიც ახლა უნდა შევასრულო, იკა თევზაძემ, ძალიან ნიჭიერმა კომპოზიტორმა, გოგი დოლიძისთვის შექმნა. გოგი, საქართველოს მოუშუშებელი ტკივილი. ყველამ ასე შეიყვანა ეს სიმღერა, მაგრამ მე ალბათ არ მიწყენს გოგი და არ მიწყენდა გოგი. ასეთი ვერსიით რომ მოესმინა ეს სიმღერა. მოվել, ესე ქვია. სადარა ცხრამთა გადამადარა ედომაწუთი სოფლისა მაგრამ კარგო იცირა გულა ვერ მოიწვია ნატვრა შენთან ყოფნისა ადამიანი, რომელიც ძალიან მინდოდა რომ დარბაზში ყოფილიყო. ადამიანი, რომელმაც მე ქართული მიწის მადლის სხვაგვარად შემაგრძნობინა. ქართველი კაცის ნიჭიერებით აღფრთოვანება მასწავლა. თვითონ იყო ყოველთვის ბედნიერი, როდესაც ნიჭიერ ადამიანს ხედავდა, მით უმეტეს ახალგაზრდას. და ჩვენ ასე გავგზარდა. ჩვენ ბედნიერები ვართ, როდესაც ხედავთ სხვის წარმატებას. როდესაც სხვას უხარია, ჩვენც ძალიან გვიხარიან. დღეს ეს ადამიანი დარბაზში უნდა მჭდარიყო, რა თქმა უნდა. მაგრამ ასე ინება განგებამ. მაგრამ მე მას მინდა ვუთხრა ერთი რამ. აქედან რომ ჩვენ სახში
ისეთი ცხოვრება ჩქებს მასთან ერთად ჩვენ სახლში ისევ უყვართ სტუმარი ისევ უხარიათ ჩვენ სახლში სტუმარს მოსვლა ჩვენ სახლში ისევ იმღერება კარგი ქართული სიმღერა მე ახლა მარიამს მინდა ვთხოვო მის მეგობრებთან ერთად ანსამბლ შავნაბადასთან ერთად რომლის ხელმძღვანელის გახლავთ დათო ცინცაძე და მისი პარტნიორი ამჯერად იქნება მიშო ჯავახიშვილი შეასრულონ ერთი სიმღერა რომელიც გახლავთ ჩვენი სასიქადულო ქალბატონი მარო თარხნიშვილის ვარიანტი მრავალჟამიერისა და მას შემდეგ ქალს მრავალჟამიერი არ უმღერია მინდა გითხრათ დღეს მარიამმა უნდა გაბედოს და უნდა დადგეს ბიჭებთან ერთად ბაბუს მიუძღვნას ეს სიმღერა გთხოვთ ბიჭებო დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მე ესე ვერ გავატარებ დღევანდელ დღეს და ვერ ჩავივლი თუ არ ვიტყვი რომ ყოველთვის, მაგრამ დღეს განსაკუთრებით დარბაზში ერთი ქალი ასხივებს ჩემთვის.
ყოველთვის ასხივებს ის ჩემთვის და მისი ხმა და მისი სურნელი მთელი ჩემი ცხოვრება მომყვება მილამაზებს, მინაზებს, მიმშვენიერებს ცხოვრებას. მეც ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ ვუთხრა დედა ძალიან მიყვარხარ. ძალიან. ძალიან დიდი მადლობა მინდა შენ ყველაფრისთვის გითხრა და სიმღერას რომელსაც ახლა ვიმღერებ მოდი მე და შენს და ჩვენს დედაშვილობას მიუძღვნი Zili modista
მანანა მოწვირფასო დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ძალიან დარბაზში იმყოფება უწმინდესისა და უნეტარესის წარმომადგენელი მამა კახაბერი ქართული კულტურის მოამაგე ჭოხონელიძეების ოჯახის გამორჩეულ წარმომადგენელს ქართული ფოლკლორისა და საესტრადო მუსიკის შესანიშნავ შემსრულებელს ქვეყნის გულშემატკივარსა და ღირსეულ მოქალაქეს ქალბატონ თამარ ჭოხონელიძეს გულითადად ვულოცავთ ვარსკვლავის გახსნას ღმერთმა დალოცოს იგი და მისი ოჯახი და კვლავაც მისცეს ძალა ღვთისსათნო მრავალ კეთილ საქმეთა აღსასრულებლად პატივისცემით ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 15 დეკემბერი 2016 წელი მიიღეთ ჩემი მოგრძალებული მილოცვაც ხუთმიდესთან ერთად დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა დიდი საჩუქარია ჩემთვის და მე მინდა ვთხოვო სამების საპატრიარქოს გუნდს მათი ხელმძღვანელი სვიმონ ჯალმულაშვილი გახლავთ მობრძანდით თუ შეიძლება და არ შემიძლია ვიდრე ბიჭები განლაგებდნენ უკვე აქ ხართ დიდი მადლობა და ვიდრე განლაგდებიან მეთქი მაგრამ მოდით ელენე მარიამ ყველამ ერთად შევასრულოთ სიმღერა რომელიც ჟღერს ფილმში რომლის რეჟისორს არ შემიძლია მე დიდი მადლობა არ უთხრა ნანა ჯანელიძეს რომელიც დარბაზში ზის ამ ფილმის შექმნისთვის იავნანა ფილმი მაგრამ შეიძლება ფილმზე თქვა რამ და ფილმი გაიხსენო და ძალიან დიდი მადლობა არ უთხრა ბატონ ჯანსუღ კახიძეს რომელმაც შექმნა საოცარი იავნანა და ვახტანგ კახიძეს რომელმაც აი ეს საშობაო სიმღერა შექმნა რომელიც ყველას ძალიან უყვარს და ჩვენ შევეცდებით რომ დღეს ახლა გიმღეროთ ეს სიმღერა See
დღევანდელი საღამოც მილია. ბატონო ჯანსუხ, მე ვიცი რომ დარბაზში ხართ და თქვენ სიტყვებს მოვიშველიებ. ხედავ მითვლიან წამებს. მაგრამ მჯერა რომ ეს ხდება დღეს მხოლოდ. რომ დღეს კიდევ გიმღერებთ და ბევრჯერ შევხვდებით კიდევ. ვიტოვებ იმედს რომ კიდევ ვნახავთ, კიდევ შეგხვდებით, კიდევ მოგეფერებით და რაც მთავარია, ვიცი რომ ძალიან ბევრს მომეფერებით თქვენს. ახლა კი ისევ მიდიხარ, ისევ მშორდები, ისევ ეშვება ღამე. Sodes განამეორდები ხედავ მითვლიან წამებს sodes განამეორდები ხედავ მითვლიან წამებს შვენიერი დასასწაული შენთან მეცოცხლამ სურდა აუსებელი ხარ სასწაული ლანგა
დაგდებდი აუსებელი ხარ საწყაული ლანდა დაგდებდი ამ ჩემ ცხოვრებას ბედმა დასცინა კლავ შენ სიყვარულს ნადორო თლაც ნუ გამრიხავ თლაც ნუ გამწირავ და ნუ დამტოვებ მარტო თლაც ნუ გამრიხავ თლაც ნუ გამწირავ და ნუ დამტოვებ მარტო მიყვარდით მაშინ ჩემო კედლებო ისე მიყვარხარ როგორც მიყვარდით მაშინ როგორც მიყვარდით მაშინ როგორც მიყვარდით